მოკლედ ასეთი კარნიზი მოგვივიდა ჩვენ, ახალი კარნიზი იყო ფაქტიურად, მაგრამ გავასუფთავეთ ბოლომდე, რომ მომავალში პრობლემა რო არ გქონდეს, არც აღებავი აძრეს, არც გრუნტი არ აძრეს, აი ესე გავასუფთავეთ ეს ყველაფერი. მე ამაზე რა თქმა უნდა წავაწებო, მე წებოს მე დაიგრუნტება, დამუშავდება და რა თქმა უნდა შეიძლება მისი პატარა დეტალებით დამუშავდა. მისი დეტალების მოკლედ აი აქ არის დამუშავებული აი ესე. ამ ყველაფერზე წებოწავა და მე რა თქმა უნდა გრუნტი და საღებავი. ამ დეტალებსაც კიდე გადავიღო და დეტალებად განახილე. მოკლედ მეგობრებო, დავამზადეთ ეს დამატებები. ჩვენი მერსოსი ზედა დამატება, კარნიზი ასეთ მდგომარეობაში გვაქვს მოკლედ დავასუფთავეთ, დავამზადეთ. როგორ დავასხით? ეს ჩვენი გიორგა იქიდან გვეშაყირება. მოკლედ ეხლა რა თქმა უნდა კიდე ხელი ახლა გავიმეორებ წებოს დავასხავ ამ დეტალებზე, იმიტომ რომ ძირითადად ეს დეტალები არის წინა მხარე, რომელიც ბამპერზე დგება და ყოველთვის კენჭის საშიშროებაა, რომელიც იცის ხოლმე ატეხვებს და ასე შემდეგ. თავი დავიზღვიოთ მაქსიმალურად, წებოს დავასხავ რა თქმა უნდა კარნიზეც და რა თქმა უნდა წინა დამატებაზეც. წინა დამატება ესენი გადაწყვიტეს შავი მატოვი და კარნიზი რა თქმა უნდა თავის ქარხნული თეთრი ფერი. დავათვალიეროთ ჩვენი კარნიზი. ეს მისი მატოვი დეტალები, აი ესე. ეს ყველა დანგრევის ხუთები, ესაც ციტონ კარგის. დასრულდა ჩვენი კარნიზით, Mercedes-ის კარნიზით დასრულდა ფაქტიურად. და ესეც ჩემო მეგობრებო. ესაც მატოვი გთხოვეს, ეს მატოვია. მოკლედ, ესაც სადანგრევა ხუფებია იმ კარნიზს.